მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ერთი ტელეფონი მეორეს, ანუ მაგალითად ამ ტელეფონიდან რომ მართო ეს ტელეფონი, ჩაურთო კამერა, ჩაურთო ეკრანი და ნებისმიერი ის ფუნქცია, რაც ანუ დავინახო მის ეკრანს და კამერას და ჩაურთავ ასევე მიკროფონს და მოკლედ სრული შეზერლობა მექნება კონტროლის ამ ტელეფონის. პირველ რიგში უნდა გავხსნათ Play Store იმ ტელეფონში, სადაც გვინდა რომ ვაკონტროლოთ ეს ტელეფონი და ჩავწეროთ Flash Get Kids. ეს აპლიკაცია უნდა გადმოიწეროთ. ამ შემთხვევაში მე გადმოწერილი მაქვს და მოდი გავუშვათ. გაშვების შემდეგ აქ მოგთხოვთ ავტორიზაციის გავლას ან რეგისტრაციას. თქვენ შეგიძლიათ Gmail-ით გაიაროთ ავტორიზაცია. გავხსნათ Gmail-ი, გადავიდეთ და გაიაროთ ავტორიზაციას. ხო, გავიარე ავტორიზაცია. ამის შემდეგ ვაკეთებთ რას? ვირჩევთ Parents Device, აი ესე, შემდეგ Agree და აი ეს QR-ი უნდა მოვათავსოთ ამ ტელეფონის კამერაში. გავხსნათ კამერა, მოვათავსოთ ეს QR-ი. აი ესე, მოვათავსე უკვე და აქ გამოგიდო ლინკი, სადაც უნდა გადავიდეთ, დავაჭიროთ მასზე. დავრალდეთ რამოდენიმე წამი, რათა გადავიდეს ლინკზე და ვაჭერთ Download Shield App. ველოდებით რამოდენიმე წამი, შემდეგ ვაჭერთ ჩამოტვირთვას და ველოდებით ჩამოტვირთვის დასრულებას. ჩამოტვირთულია, შეგიძლიათ ეს ჩემ ფაილებში მოზემნოთ ეს ჩამოტვირთული. გადავიდეთ ჩამოტვირთულებში და აქ არის საინსტალაციო, გადავიდეთ საინსტალაციოზე და დავაინსტალიროთ ის. აქ პარამეტრებში გადავიდეთ, დავეთანხმოთ და ვაჭერთ ინსტალაციას. გავხსნათ Install Shield Apps. გადავიდით, დავეთანხმოთ ამ ყველაფერს. ინსტალაცია. და აი აქ დაგვიწევს Open Shield App. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე გამოვიდეთ და გავხსნათ ეს აპლიკაცია. და Shield Apps დავაჭიროთ. შემდეგ ვაჭერთ Kids Device, Agree და აი ეს კოდი, ანუ აქ განთავსებული კოდი უნდა შევიყვანოთ აი აქ. 680 156 660. Next. Continue. და უკვე დავკავშირდით, შეგვიძლია ახლა ჩვენ გავააქტიუროთ ეს ფუნქციები და გაჩვენებთ რაც შეგვიძლია. დაინსტალირებული აპლიკაციები, FlashGet, გავააქტიუროთ ეს, დაშვება. შემდეგ მეორე ფუნქციას ჩავთოთ, აქაც მოვნიშნოთ FlashGet Kids-ი. ესეც ჩავთოთ, მიკროფონი ჩავთოთ. ნუ აქ ყველაფერს დავეთანხმოთ რა. ხო, მოკლედ complete დავაჭიროთ ახლა და აქაც complete. ახლა შეგვიძლია ეგეთი რეგას გავაკეთოთ, მაგალითად remote კამერა ჩავრთოთ. დავალოთ რამოდენიმე წამი, ვაჭერთ continuous და ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩავრთოთ ამ ტელეფონის კამერა რა. დავალოთ რამოდენიმე წამი. აი ნახეთ, ახლა ამ შემთხვევაში ჩართულია ამ ტელეფონის კამერა, ნახეთ, ვამოძრავებ და ჩანვარ თვითონ ჩემ ტელეფონში, აი. და ასე შემდეგ. შეგვიძლია პანელით ჩავრთოთ, აი პანელით ჩავრთე. შემიძლია ხმოვანი ჩავრთო და გავიგონოთ რა საუბრო. ეს უკვე ამ ტელეფონში ასე საუბრობდი, ის ხომ ესმოდა აქ. და ასე შემდეგ რა, ანუ ეს არის სადღაც 12 დღის ვერსია თუ ვასწავლები, 12 დღით გამოიყენეთ, მაგრამ შემდეგ ფასიანია რა. მაგალითად შემიძლია ჩავრთო მისი ეკრანი, სადაც დავინახო მის ამ ტელეფონის ეკრანს. დავრდეთ რამოდენიმე წამი.
აი ვხედავ ეკრანს. ერთი კლიკით დავინახე უკვე მისი ეკრანი. მოგეთ ესე დამგვარად გამოიყენეთ ამ აპლიკაციას, მე არ მოგიწოდებთ რომ ეს აპლიკაცია ჩავწეროთ თქვენს მეგობარს ან თქვენს იმისფერ ადამიანს, უბრალოდ გაჩვენეთ შესაძლებლობა თუ რა შეგიძლიათ ამ აპლიკაციით. მოგეთ სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე ვლოგები.